საქმე და სამინისტროს ტენდერი, რომელშიც უწყებას 300,000 ლარი უნდა გადაეხადა, როგორც აღნიშნეთ, არის ჩაშლილი, არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა ამ ტენდერში და სწორედ ამიტომ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწევს, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გააფორმოს ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელსაც თავად არჩევს, თუმცა ეს ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია. ეს საკვები კი არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ქუჩაში გამოდიან და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან, ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ და იხსენებენ იმ მძიმე დღეებს, როდესაც დაკავების დროს გომოლაურის რაზმის თანამშრომლები მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ითხოვდნენ დახმარებას, თუმცა მაგალითად ერთი რესპონდენტი ჩვენ გვიყვება, რომ სთხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გამოეძახებინათ მისთვის სასწრაფო დახმარების მანქანა, რადგან ვეღარ სუნთქავდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მას არ დაეხმარნენ. ის რომ კომპანიებს არ უნდათ რომ აჭამონ მოძალადე სპეცრაზმელებს და პოლიციელებს, რომლებიც იქთქარა და მე ითხოვებიან ფიცის ქვეშ. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რა დამიჭერეს ჩემ 19-ში მათედევიძე რომ იყავდათ იმ მანქანას დაუდექით. ნეკნებში ახლაც ვთქვა, მე 29-ში დამიჭერეს, 29-ში ორჯერ მცემეს, მე კორდონშიც გამატარეს, ვიდეოში ჩანს ამბერ ვიდეოშიც, რომ ერთ-ერთი ეუნება სპეცრაზმელი ნურტყავდა, მაგრამ ესენი მაინც ვიტყავთ, კორდონშიც გამატარეს, ნეკნები ორგან თავის ამ გამქონდა გატეხილი. ახლაც ხმა ღეჭვა ახლაც მიჭირს, მაგრამ ყოველ გამე ვცდილობ რომ რუსთაველზე გავიდეთ, სვანი ვარ, სვანების მარს შეუერთდები, ემიგრანტები ვყავს, ოჯახის წევრები, ემიგრანტების მარს შეუერთდები. არავის არ აქვს აბსოლუტურად სურვილი რომ გამოყვებოს ეს მოძალადეები, რომლებიც, არ ვიცი, ჩადიან რაღაცა განსაკუთრებული სისასტიკით და ვნებით ამ საშინელ ძალადობას რა. უშუალოდ ჩემი დაკავების დროსაც იყო წარმოუდგენელი არაადამიანური მოპყრობა პატრულის ფორმაში ჩაცმული ადამიანების მიერ, იმიტომ რომ პატრულის გარდა აბსოლუტურად ყველაფერი ერქვათ. არ ვიცი, ანუ იყო მუხლების რტყმა ტანისარეში, სუნთქვის შეზღუდვა ისე რომ საერთოდ შეკრული მქონდა სუნთქვა, რამაც მე გამოიწვია ტახიკარდია, რაც ასევე იზოლატორის ექიმის ჩანაწერშიც არის ნაჩვენები. არ ვიცი, ანუ რეალურად რა შეფასება უნდა გავაკეთო ამაზე, არ ვიცი, არის რაღაცა უაზრო დაშინების ცდილობა. როგორც აღნიშნეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი უკვე ჩაშლილია. ახლა საინტერესოა ის კომპანია, რომელიც საკვებს მიაწვდის ადამიანებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც ფიზიკურად ძალადობენ აქციის მონაწილეებზე.